ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გურიაში მოქმედ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს პოლიტიკურ პარტიებზე ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილი შეფასებით რესპუბლიკურ პარტიას ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს და გამოკითხვებით 1%-იანი მხარდაჭერაც კი არ აქვს. ყოფილმა პრემიერმა რესპუბლიკელების დადებით მხარეებზეც ისაუბრა. რომ იქნება ეს კითხვები განვარცოთ. ჩაკითხვის სახით წავიდეთ, მე დავიწყებდი თქვათ დემოკრატები დავიწყოთ. რესპუბლიკური პარტიისთვის სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება რესპუბლიკური პარტია და სრულდება ზუსტად იქ, სადაც ტარდება რესპუბლიკური პარტია. დანარჩენ სახელმწიფოზე თუ განვაზოგოდებთ, თქვათ, ესეც წარმოდგენა აქვთ, რაც რესპუბლიკურ პარტიაში არ შედის. მიღმარჩება, რომ ილია ჭავჭავაძე არც თუ ისე კარგი კაცია, კი არ ციტირებ მათი წევრების გამონათქვამებს, უკეთებ სწორი ინტერპრეტაციას და ვიღაც დამყურებელი არც თუ ისე ცუდი კაცია. ესეთი გამონათქვამები ხშირად გვესვით მათგან და განათლებულობით, დამძიმებული თავებით ხშირად ესეთ შეფასებებს აკეთებენ და საზოგადოება ამას ადეკვატურად პასუხობს. საერთო ჯამში თუ შევაფასებთ, კიდევ ერთ შევუბრუნდებით რესპუბლიკურ პარტიას, აქაც მათ არ აქვთ არავითარი რესურსი იმისა, რომ საერთო სახალხო საქმეზე და სახელმწიფოზე იფიქრონ, ახერხებენ ისევ ერთ ჯგუფში და ერთი ჯგუფის იდეალებში ხოთბა შეასხან საკუთარ პარტიას. ბატონი ბიძინა ივანიშვილი დღეს ჩართულია ერთი კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიაში და მე არ მიკვირს, რომ იგი საუბრობს აღმატებულ ხარისხში მხოლოდ ერთ პარტიაზე, რომელსაც ის მხარს უჭერს და რომლის გამარჯვებისთვისაც იღწვის და იბრძვის და აკრიტიკებს ყველა დანარჩენს, ვინც მისი კონკურენტია მიზა და ამ არჩევნებში არის, ასე ვთქვათ, სხვა მხარეს. ბიძინა ივანიშვილს ისეთივე უფლება აქვს იყოს კრიტიკული სხვა პარტიების მიმართ, როგორცაც მე მაქვს და ასევე სხვა პარტიებს აქვს. ამასთანავე, რაც შეეხება სახელმწიფოს და სახელმწიფოებრივ მიდგომებს თუ სახელმწიფოებრივ პრიორიტეტებს, ეს არის საკითხი, რომელიც თაობაზე ბიძინა ივანიშვილთან მე საათები მაქვს გატარებული მსჯელობაში, საკითხების განხილვაში, მაგრამ როგორც ჩანს, ურიგო არ იქნება თუ მე ამას საჯაროდაც გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს არ ეხება ბიძინას, ეს არ ეხება დათოს, ეს არ ეხება გიორგის, ეს ეხება ჩვენი სახელმწიფოს განვითარებას და ამიტომ მე უახლოეს დღეებში ალბათ წერილობით შემოგთავაზებთ ჩემს ხედვებს იმასთან დაკავშირებით თუ რა გეგმა გქონდა, რა წავიდა სწორედ ქართული სახელმწიფოს განვითარების ნაწილში, რა არის დღეს ხიფათები და საფრთხეები ქართული სახელმწიფოს მომავლისთვის და რაში შეიძლება ვერ და არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს მე და ბიძინა ივანიშვილი. ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა გურიაში ადგილობრივ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს თავისუფალ დემოკრატებზეც ისაუბრა.